სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ხსენებას წმინდათა ორმეოც და სებასტიელთა მოწამეთათა. იმდენად მნიშვნელოვანი არის ეს დღესასწაული ეკლესიისთვის, რომ რადგანაც დაემთხვა დღევანდელი დღეს შაბათს, როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ საყოველთაოდ მიცვალებულებს, დაეტევების მიცვალებულთა საკითხავები და წაიკითხება აკოლუთია, ანუ საგალობლები წმინდათა ორმეოც და სებასტიელ მოწამეთა. ძალზე მნიშვნელოვანი იყო და არის ეს დღე ქართველთათვისაც. რამე თუ როგორც ბრძანებს მათი ცხოვრება, რომელიც არის ქართულ საღვთისმსახურო წიგნებში, ჩვენი ნათესავები იყვნენ ისინიო, ნათესავები ქართველთა. იყვნენ კაბადოკიელები და თუნდაც ერთი მათგანის სახელი აიეტი. მოგეხსენებათ, რომ ეს არის სახელი კოლხური, ქართული. და ეს წმინდანები აღესრულენ ისეთივე გმირული სულისკვეთებით, როგორიც მათ ჰქონდა ერის ცხოვრებაში. ისინი იყვნენ მეომრები და რომაელთა მე-12 ლეგიონის ჯარისკაცები. ეს ცნობილია დოკუმენტურადაც, რამე თუ წერილი არის, შენარჩუნებული იყო წერილი, შემონახული, მიწერილი წმინდა მოწამეების მიერ თავიანთი ნათესავებისთვის. და მათი აღსასრული მოხდა სებასტიაში. დღეს სებასტია იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე. ეს ის დრო არის, როდესაც კონსტანტინე დიდმა კი გამოაცხადა 313 წელს ქრისტიანობა ერთ-ერთ თანასწორ უფლებიან ამსარებლობად რომის იმპერიაში, მაგრამ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც მართავდა ლიკინიუსი, თანამმართველი კონსტანტინე დიდისა, საკმაოდ ძლიერი დევნა იყო ქრისტიანებთან. ამ დევნის შედეგად მრავალი მოწამე აღესრულა და მათ შორის წმინდა ნინოს სულიერი დები და მეგობრები, რიფსიმე, გაიანე და ის ქალწულები, რომლებიც იყვნენ ნაწამები სომხეთის მეფის თდატის მიერ. და სხვა მრავალი კიდე მოწამეები სხვადასხვა ადგილებში იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილისა, თეოდორე ტირონი, წმინდა სამოსატელი მოწამეები და ასე შემდეგ. და როდესაც დაატყვევეს სებასტიელი მოწამეები, მათ
ზეციდან ხმა ესვა, ვინც დაითმინოს, იგი ცხონდეს. მოათავსეს სატუსახოში და რა თქმა უნდა თავიდან კიდევაც შეეცადნენ ისე როგორც სხვა მოწამეები, დიდმოწამე გიორგი, თეოდორე ტირონი თუ თეოდორე სტრატილატი, რა ყოფილიყო მათი მოქცევა, შეგონება, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ სწორად ხედავდეთ იმ ადამიანთა ცხოვრებასა და ღვაწლს და მაგალითს, რომელთა სისხლითაც გაბწყინდა ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში, რომლის საფუძველზე შეიძლება ითქვას დგას ეკლესია. რა თქმა უნდა, ეს საფუძველი არის ქრისტე და თავიც ქრისტეა, მაგრამ მოწამეებიც ამ დიდებაში არიან და ყველა წმინდანი ამ დიდებაში არიან, ქრისტეს დიდებაში და ქრისტეს გულისათვის ქმნეს მათ ყოველივე რაც ქმნეს. ყველა წევრმა ეკლესიისა, იყო ის მოწამე, იყო ის ღირსი მამა, იყო ის თუ მღვდელმთავარი, თუ მოციქული, თუ ქალწული, მამაკაცი თუ დედაკაცი, მოხუცი თუ ყრმა, ყველამ თავიანთი ცხოვრებითა და საქმით ადიდეს ქრისტე. იმიტომ რომ ქრისტესათვის იშრობეს, ქრისტესათვის ღვარეს ცრემლი, ოფლი და სისხლიც. და როდესაც ვერ მოხერხდა მათი გადაბირება, შემდგომ უკვე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. აი სოფელიც ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ გვთავაზობს და ცხოვრებაც გვთავაზობს სხვადასხვა ვითარებას. ეს ვითარება დაკავშირებული არის ხან სიმძიმესთან, ხან კიდევ წარმატებასთან, ხან სიღატაკესთან, ხან სიმდიდრესთან, ხან უპატივობასთან, ხან კიდე პატივსა და კარიერასთან. და წმინდანებმა ეს ყოველივე გადაიტანეს ქრისტესთან ერთად, ქრისტეს ერთგულებით და თავიანთი მისწრაფებით საკუთარ თავში განადიდეს ქრისტე პირველ რიგში და მერმე უკვე ქრისტემ განადიდა ისინი საუკუნოდ. განადიდა ცალთა სასუფეველშიც და განადიდა ჩვენ შორისაც, ადამიანთა შორის, დედამიწაზე. დიდი ხანი არ არის გასული, რომ გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი უახლესი ისტორია და კარგად ვიცით თუნდაც ჩვენთან, ჩვენს კუთხეში, რომ კვერნაკის მთაზე, ტირიფონას ველზე იხვრიტებოდნენ ადამიანები. მათ შორის კარბელაშვილები, ძმები, სასულიერო პირები, სხვანი, რომლებიც გორში მსახურობდნენ, ერის ადამიანები. მათთვისაც ბევრი შეთავაზება იყო გაკეთებული. ვიღაცისთვის ღმერთის უარყოფის, ეკლესიის მსახურების, თავის დანებების, ვიღაცისთვის მეორე ადამიანის დასმენის, ცილის წამების. ანუ ეს ყველაფერი ძვირფასო ძმანო და დანო კი არ არის რაღაც 10 და
მეტი საუკუნის წინამოვლენა, არამედ 100 წელია გასული. როდესაც ამას შეასწრენ ჩვენი პაპები, დიდედები. ასე რომ ნუ ჩავთვლით, რომ ეს ყველაფერი შორეულია და თითქოს ჩვენ არ გვეხება ეს. ან ამგვარი რამ არ მოხდება და არ გამეორდება. ღვთის ხელშია ყოველი. და ჩვენი ცხოვრება ღვთის ხელში უნდა ვამყოფოთ და გადავცეთ მუდმივად ძვირფასო ძმანო და დანო. იქნება ეს დღეები სიხარულისა და ბედნიერებისა, თუ იქნება ეს დღეები განსაცდელისა და უბედურების. ეს არის მაგალითი მოწამეთა. ეს არის მაგალითი წმინდანთა. მუდმივი ერთგულება ქრისტეს. და წმინდა ორმეოცმა სებასტიელმა მოწამემ ამის მაგალითი მოგცა. იმიტომ რომ როდესაც შეიყვანეს ისინი ტბაში, ეს იყო ზამთრის ცივი თვეები, გაყინული იყო ტბის ზედაპირი, წყალი. მანამდე კიდე ქვებით ჩაქოლეს, მაგრამ ვერ მიაყენეს ის ზიანი, რითაც უნდა აღსრულებულიყვნენ და ამიტომაც შეიყვანეს ამ წყალში და გარდამოცემით ეს არის სევანის ტბა, ასეთი არის ერთ-ერთი გარდამოცემა. და ამბობენ ასევე, რომ სევანის ტბასთან მცხოვრები მოსახლეობა გამოირჩევა დანარჩენი მოსახლეობისაგანო იმ ტერიტორიების, ჩვენი მეზობელი, ასევე უძველესი ქრისტიანული ქვეყნის, სომხეთის. და გვერდით დაანთეს და გაახურეს აბანო. და ეს იყო ნიშანი, რომ უკვე თუ უარყოფთი ქრისტეს, შენ გელოდება სითბოც, შენ გელოდება გადარჩენაც. და 40 გვირგვინი დაეშვა ზეციდან, რომელსაც ხედავდა ერთ-ერთი მეომარი, რომელიც დარაჯად ედგა მოწამეებს. მან იხილა ეს 40 გვირგვინი და დაინახა იქვე, როგორ წყლიდან ამოვიდა ერთ-ერთი ამ ჯგუფიდან და გაექანა თუ როგორც შეძლო, როგორ წავიდა აბანოსკენ. მაგრამ ვერც მიასწრო, რომ შესულიყო. ის დაეცა და გარდაიცვალა. და იხილა რა ეს ამ მეომარმა, დარაჯმა ეს გვირგვინები და ნახა, რომ ერთ-ერთი გვირგვინი კვლავ ზეცად უნდა ამაღლებულიყო, მან იქვე აღიარა ქრისტე და მოინდომა, რომ ეს გვირგვინი უხრწნელებისა მისი გამხდარიყო. არად ჩააგდო არც თავისი ცხოვრება, არც თავისი, ვთქვათ, მომავალი წარმატება და შეუერთდა ქრისტეს ამსარებელთა და მოწამეთა რიგებს და დღეს მისი წმინდა ნაწილი არის წმინდა მოწამეთა შორის, ნაწილთა შორის, რომელიც ჩვენ აქ მოვაბრძანეთ და მერე უკვე ქრისტიანებმა მოიძიეს იმ, როდესაც ნახეს, რომ მოწამეები წყალშიც, ამ გაყინულ წყალშიც ჯერ კიდევ ცოცხალნი იყვნენ, წყლიდან ამოყვანის შემდეგ ისინი უკვე ხმლით იქნენ მოკლული. და მათი ნეშტი
გადაყრილი გაიხსნა სევანის ტბაში, საიდანაც უკვე ამოკრიფეს ნათესაებმა და ახლობლებმა და ეპისკოპოსს გამოეცხადა მოწამეებისგან ერთ-ერთი და აუწყა, რომ მათი ნეშტი ყოფილიყო პატივით დაკრძალული, რაც აღასრულა სებასტიის ეპისკოპოსმა და მათი მეოხება წინაშე ღვთისა არის დიდი, მრავალი დახმარება, კურნება და სასწაული აღსრულებულა მათი მეოხებით მორწმუნე ადამიანებისათვის. და წამს რომ ისინი აგრძელებენ თავიანთ ლოცვას და მეოხებას დღევანდელი ქრისტიანებისათვის. რამე თუ დღეს განსაკუთრებულად ჭირდება ჩვენ გამტკიცება სარწმუნოებაში, რამე თუ არ მოდიან מחვილითა და საწამებელი იარაღებით, მოდიან საცტურით, მოდიან ამა წუთისოფლის სულისკვეთებით, მოდიან ვნებითა და ცოდვით. ყოველთვის ასე იყო, ადრეც, რა თქმა უნდა, ვნებით და ცოდვით ეცემოდა ადამიანი, მაგრამ წმინდათა მეოხებას გამოვყავართ ცოდვისაგანაც და კიდევაც გვიცავენ თავიანთი ლოცვით. ასევე დავამატებ, რომ დღეს არის ჩვენი პატრიარქის ანგელოზის დღეც, იმიტომ რომ ერში მოგეხსენებათ მას ირაკლი ერქვა და ეს სახელი ირაკლი მშობლებმა დაარქვეს წმინდა 40 სებასტიელ მოწამეს ერთ-ერთის ერეკლეს საპატივცემ. შეეწიოს მათი მეოხება ჩვენ პატრიარქს, შეეწიოს ჩვენს ერსა და ეკლესიას და შეგეწიოთ ჩვენ ამინ. ჩვენთან არს ღმერთს.